შავი ფული და სიყვარული. ესე იგი შეყვარებულებს ერთი მიზანი უნდა ამოძრავებდეთ. ჩვენსავით. ჩვენზე ნუ ვილაპარაკებთ. კარგი გემოვნება აქვს. მართალია მდიდარია, მაგრამ ბაზრობაზე სიარულსაც არ თაკილობს. წავა სვიტერს იყიდის, ფეხსაცმელს შეუხამებს, რაღაცას მოისხამს და ისე მოიხდენს, ვერც მიხვდები, რომ ბაზრობაზეა ნაყიდი. უკარებაა. ხო, მაგრამ შენ მას საერთოდ არ იცნობ. სპორტით არის გატაცებული, კალათბურთი უყვარს და ყველა მატჩს უყურებს. რა ქვია იმ კაცს? ლებრონ ჯეიმსი, მაიამი ჰიტიდან. ხო, მართალი ხარ. მის მატჩებს ხშირად უყურებს. ჩემპიონ გუნდებს იცნობს. ერთხელ ინგლისელ მეგობრებთან ერთად სადღაც წავიდა, მთელი კვირა მთაში იარა, წვიმასა და თოვლში ვარცხნილობას არ უფრთხილდება. არც წვიმის და ტალახის ეშინია. კარაფშიც მშვენივრად ცხოვრობს. მართლა? თუმცა ძლიერი მამაკაცები მოსწონს. ჭკვიანები, პროფესიონალები. შენ მის ფირმას გადაარჩენ. და რომ გადაარჩენ, მის გმირად იქცევი. საიდან მივხვდეთ, რომ შეყვარებულია? ელიფი როცა შეყვარებულია, ხატვას იწყებს. რა გასაგვირია, ის ხომ დიზაინერია. ეს ბუნებრივია. ასე არ არის საყვარელო. ველოსიპედით იქამდე მიდის, სადამდეც ძალა ეყოფა. უკაცრიელ ადგილს პოულობს, ხეებს, მწერებს და პეპლებს ხატავს. სახლში თუ არ მიდის, ესე იგი შეყვარებულია. რატომ? სიყვარულს ყველა ქალი განსხვავებულად განიცდის. ზოგი ვარცხნილობას იცვლის, ზოგი ცეკვას იწყებს. ელიფი კი ხატავს. სულ რაღაც 2 საათის წინ რა იმედიანად ვიყავით. ახლა უფრო იმედიანად ვართ. იმედი არ დაგარგოელებ. წადი და დაიძინე. ძალიან მეშინია. თითქოს სიცარიელეში აღმოჩნდი. არ ვიცი თავი როგორ დავაღწიო. გამემშვიდობის. გამემშვიდობისა. შეგერგოთ. მადლობ, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. არ მშიოდა, მაგრამ ამ სასმელს თევზი უხდება. ნილუფერი ხომ კარგადაა? კარგადაა, მთელი დღეს ძინავს. ყოველთვის ზარმაცი იყო. შეიძლება? ვახშამმა როგორ ჩაიარა ბიძია? ის ომერი როგორი ტიპია? კარგია, კარგია. კარგია. ზედმეტად კარგიც კი. ამიტომ თვალი არ მოაშორო. რა ხდება? სამკაულებთან დაკავშირებით ელიფს ელაპარაკე? მოვაგვარე. ხელზე რა გჭირს? დღეს დედაჩემ შევუარე, რაღაც დამავალა, ალბათ იქ გავიკაწრე. ეგ ქალის ფრჩხილებია. ნილუფერთან ხომ არ არის დაკავშირებული. ნილუფერთან რა საქმე უნდა მქონდეს ბიძია? ქალის ფრჩხილებია, მაგრამ სხვა ქალთან ვიყავე. ზრდასრული კაცი ხარ, ჭკუის სწავლებას არ დაგიწყება.
მაგრამ ქალების დევნას ირჩევს საქმეს მიხედო. დედაშენს გადაეცი რომ დამხმარე ქალს ხვალვე გავუგზავნე. ჩემს რძალს არ ვაწყენინებ. აღარ ჩენ დაიღლები ძმის შვილო. რა ხდება საყვარელო? არ გძინავს? არა დედა, ჯერ არ დავწოლილ ვარ. თუ დგუნებაზე ხარ? არა, კარგად ვარ. ელი, რაღაც უნდა გითხო. ომერი მართლა გიყვარს? ვიცი, საუბარს გაურბიხარ, მაგრამ მე დედა ვარ, უფლება მაქვს ვიცოდე. დედა, არ გავურბი ვარ. ჯერჯერობით ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. შენი მეგობრებიდან ყველაზე მეტად ომერი მომეწონა. ზრდილობიანი ახალგაზრდა, კულტურული, დახვეწილი, ნამდვილი მამაკაცი. ასეა. ძალიან მაუცებელი. ომერის შემთხვევით გავიცანი. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ არც მეტყოდი. რატომ შვილო, მე ხომ დედა შენი ვარ? ხომ შეიძლება დავსხდეთ და ვისაუბროთ? დედა, მართლა ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ გპირდები მალე ყველაფერს მოგიყვები. კარგი. წავალ დავიძინებ. ძალიან მიყვარხარ, მეც მიყვარხარ ძვირფასო. ღამემშვიდობის, ღამემშვიდობის. ელიფ. ნილუფერს ელაპარაკე? არა, არ მელაპარაკია. ალბათ დაკავებულია. ასეთი უპასუხისმგებლობა როგორ შეიძლება? ამდენი ხნის განმავლობაში ტელეფონი ვერ იყიდა? შეიძლება იყიდა კიდეც, მაგრამ ხომ იცი ნილუფერი როგორია? ნუ ღელავ. ომერი გააცანი? ვინ? შვილო, რაზე ფიქრობ? ნილუფერი იტალიაში ხომ იყო? მაინტერესებს ომერი გააცანი? არა, ვერ მოვიცალეთ. წავალ დავიძინებ, ღამემშვიდობის, ღამემშვიდობის. სასჯელს გაუპატიურებისთვისაც იხდიდა. აქ ტყუილად არ დამიბარებდით. ალბათ საქმე გაქვთ. გისმენთ? მერთი და ნილუფერი ერთმანეთს ხვდებიან. რა? დარწმუნებული ხართ? დღეს მითხრა. შეღორებულია. ნიუ-იორკშიც მის გამოწასულა. ყველგან ეძებს. იცის რომ გაუჩინარდა. როგორ მოვიქცეთ? მერთის ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავიტანოთ.
მაპატია გაგაღვიძე. შემოდი. ელიფი განადგურებულია. დავპირდი რომ რამე ხელჩასაჭიც ვიპოვიდი. ელიფის კარგად მესმის. მისი და იმ არაკაცების ხელშია. დადი დაწექი ნუ დამელოდები. ბალიში გამოვიტან და აქ დავწვევი. თუ რამე დაგჭირდება გამაღვიძე. კარგი. იანიკოიდან სანაპიროსკენ გაემართნენ. შემდეგ ვიღაც ორ ადამიანს შეხვდნენ. ის ორი ადამიანი ვინ არის? არ ვიცი. გაიგე. ახლავე. მერე? მერე ერთად წავიდნენ. იქიდან სადღაც მივიდნენ. ახლა იქ არიან. შუქიანთია. დარწმუნებული ხარ? შეგამჩნი ეს? არა მგონია. მანქანა კართან გააჩერეს? დიახ. Tade. Petit Olivier. Tayar. Ne yapıyorsun? Rasaketep. Tkiva. ალბათ იცი, რომ ეს არტერია. ტვინს სისხლით ამარაგებს. ტვინი კი გულს ამუშავებს. ცოტა კიდევ თუ მოგიჭირე, იცი რა მოხდება. აჯობებს არ იცოდე. მაგრამ მე მინდა ვიცოდე. მინდა ვიცოდე. 7 წუთის განმავლობაში ბაღში ომერს რაზე ელაპარაკებოდი? არაფერზე. არა. არა. 7 წუთი არაფერია. გეფიცები არ მახსოვს. მართლა არ მახსოვს. გააჩნია რამდენს გაუძლებ. ზოგი 5 წუთში კარგავს გონებას. ზოგი 1 წუთსაც ვერ უძლებს.
დილამშვიდობისა, ჰუსეინი. დილამშვიდობისა. ადრე ამდგარ ხარ? ო, სამსახურში მივდივარ. დედა ლოცულობს, ცოტა ხანში ჩაის გაამზადებს. საუზმის გარეშე არ წახვიდე. ძმო. დიდი მადლობა. მითხრეს ჰუსეინი რომ არა, სიტკი ქოჩანს ვერ ვიპოვიდითო. მადლობას ნუ მიხდე. მიხარია შენი დახმარება თუ შევძელე. რა თქმა უნდა, ძმო. თანაც ძალიან დამეხმარა. შენთან თავს დამნაშავედ გრძნობ. მაბადე, მინდოდა ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ ომერო. ეს კი ბეგახსოვს? 6 წლის იყავე. ერთხელში დიდი ბურთი გეჭირა. მეორეში კი პური. საფეხურს ფეხი წამოვკარი და კიბეზე დავგორდე. საავადმყოფოში წამიყვანეს. დედამ გამაფრთხილა მიხედე არ წაიქცესო. მაგრამ მე ვერ მოვასწარე. საავადმყოფოდან შეხვეული ხელით დაბრუნდე. სულ დალურჯებული იყავე. ომერო. მაშინ საკუთარ თავზე ძალიან გავბრაზდე. თავს სიტყვა მივეცი, რომ აღარ დავიგვიანებდე. თუ დახმარება დაგჭირდებოდა, შენ გვერდით ვიქნებოდე. სიბელთან დაკავშირებითაც შენს დაცვას ვცდილობდე. თუმცა ის ცეცხლი ვერ შევნიშნე, შენს გულში რომ გიზგიზებდა. მაბადეა. გგონია არ ვიცი რომ ჩემთვის სიკეთე გინდა. შენ და დედა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავთ. თქვენი იმედი მაქვს. რადგან ასეა. ყველაფერი გააკეთეთ რომ ეს დანაშაული გახსნათ. თქვენი მჯერა. ჰუსეინი. გამომართვე. უარი არ გაბედო, თორემ გაუბრაზდები. ლიდერებთან ურთიერთობის დროს ფული დაგჭირდება. თავს გაუფრთხილდი, კარგი? თუ რამე დაგჭირდება, მე მითხარა. შევთანხმდით? ახლა წადე, ისაუზმე. გამარჯობა. ნაბრძანდით, გთხოვთ. გმადლობთ შეხვედრაზე რომ დამთანხმდით. არა უშავს, ადრე ადგომას მიჩვეული ვარ. იმედია ჯერ არ გისაუზმიათ. არა, არ მისაუზმია. ჯერ ძალიან ადრეა. თუ რამე განსხვავებული გნებავ, შემიძლია მენიუ მოვატანინო. ყველაფერი გაგითვლიათ. არაჩვეულებრივი არჩევანია. ამაში ვერავის შემეტრება. სულ არ გეტყობათ. ჩვენივრად გამოიყურებით. კარგ ფორმაში ხართ. დიდი მადლობა. რას დალებთ? ყავას. ერთი წუთით. ერთი ყავა თუ შეიძლება. თურმე ჩემმა დამგაწყენინეთ. რით შემიძლია გამოვისყიდო? სიმართლე გითხრათ, თქვენმა ზარმა ძალიან გამაოცა. არ მეგონა მომხდარის შემდეგ კიდევ თუ შევთანხმდებოდით. მოკლედ უმჯობესია პირდაპირ გითხრათ. თქვენი დახმარება გვჭირდება. როგორც ჩანს, ჩემმა დამ საქმის მნიშვნელობა ვერ გააცნობიერა. მას მე ავუხსნი, უფრო გასაგებად. დღეს თათბირს დავნიშნავ და ყველას გაგაცნობთ. მე სხვა წინადადება მაქვს. დენიზერ ჰოლდინგში გატარებულმა ერთმა დღემ მაჩვენა, რომ პერსონალს მოტივაცია და ხვალინდელი დღის რწმენა არ აქვს. თუ კოლექტივი შეკრული არ არის, წარმატებაზე საუბარი ზედმეტია. რას მთავაზობთ? მთავაზობთ კორპორატიული წვეულება მოვაწყოთ. ყველა თანამშრომელი დაესწრება. პრესასაც მოვიწვევთ. მადლობთ. გაერთონ, დაისვენონ. ვაჩვენოთ, რომ ჰოლდინგი ისევ ფეხზე დგას. თუ სწორად მივხვდით, თანახმახართ, რომ დაბრუნდეთ. დიახ, თქვენი ხათრით. მიირთვით, გთხოვთ. საუზმე სულ დამავიწყდა. მადლობთ.
ხდება? ამჯერად გარიდან აპირებდი გაქცევას. არა, მომწყულს და წყალი მინდა. კარგი, მოგიტან წყალს. დაჯექი, უნდა ვილაპარაკოთ. დავალებას მოგცემ. დავალებას? ო, დავალებას. თუ რასაც გეტყვი შეასრულებ. ჯილდოს მიიღება. შევთანხმდით? კარგია. რომ მიჯერებ. ეს შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც. უნდა დავუშვიდდე. ჩემი აზრით მშვენიერი იდეა, მაგრამ ასეთ მცირე დროში მოესწრება? გამოვინდომებთ მოესწრება. ბაჰარი მოვიდა, ვნახოთ რა სიტყვის. მე მახსენებდით? მოდი. ბაჰარ ხანიმ, ამ საღამოსთვის კორპორატიული წვეულების მოწყობა შეძლებთ? რა თქმა უნდა, სიამოვნებით. რა გინდა შევუკვეთოთ? ხოლო ყავა. თუ შეიძლება ერთი ყავა. მთავარი мотиваციაა. რა მნიშვნელობა აქვს ვის რა თანამდებობა უჭირავს? მთავარია გვენდობოდნენ და ჩვენი ესმოდეთ. ხელმძღვანელი პირების გვერდით ყოფნა ეს სიამოვნებად. თავს მნიშვნელოვან ადამიანებად იგრძნობენ. გეთანხმებით, ეს მართლაც მნიშვნელოვანია. გზაში ვარ, მთხოვე რომ გამეფრთხილებინე. კარგი. რადგან ასე ამ საქმეს თქვენ მიხედეთ, მე გენდობით. ხო, მართლა, ბაჰარ, რაღაც უნდა გთხოვო. კერძო შეკვეთა მივიღე, ჩემმა ძველმა მეგობარმა მთხოვა, ესკიზები კი მაქვს, მაგრამ რომში ყველა ხელოსანი დავითხოვე. ამიტომ ისეთი სახელოსნო დაგჭირდება, რომელიც ამ შეკვეთას განახორციელებს. ბევრი დრო არ გვაქვს, მხოლოდ 2 კვირა გთხოვ. ამ საქმეს შენ მიხედე, მაგრამ მხოლოდ უბრალო ქვები უნდა გამოიყენო. ეს გაითვალისწინე, კარგი? კარგი. ძალიან ლამაზია. ინტერნეტ საიტის გახსნა და გაყიდვა არ გიცდიათ? მე სალონში მუშაობას ვამჯობინებ. დიდი მოგებას მიიღებთ. თან ყურადღებასაც მიიქცევთ. შესანიშნავი აზრია. თუ ფიქრობთ, რომ ფირმას იმით შეულახავს, შეგვიძლია სხვა სახელით გავყიდოთ. ყველა ხომ არ შეუძლია ძვირფასი ქვების ყიდვა. ახალგაზრდები სადა და ხელმისაწვდომი სამგაულებით ძალიან დაინტერესდებიან. კარგი, ბიზნეს გეგმა შეიმუშავე და წვეულებაზე დავილაპარაკოთ. უნდა წავიდე. დროებით ზურფასო, დროებით. ეს კაცი ვინ არის? რაღაც უნდა გთხოვო, მითხარი. მამა ჩემის კაბინეტში ერთი კაცია, მასთან შეხვედრა არ მინდა, როგორ მე გაიყვანე აქედან. თუ კითხა, სად არის, ვარ უთხრა. ვინ არის? სახელოსნოში მივდივარ ნახვამდის. ხომ არ იცით ელიფანიმი სად არის? ელიფანიმი წავიდა. წავიდა. დიახ, ჰოლდინგში არ არის. ხომ არ იცით სად წავიდა? თუ მეტყვით რატომ ეძებთ და გეხმარებით. გასაგებია, მე მოვძებნე. შეყვარებული ხომ არ არის? არა, შეყვარებული არ ხავს. დილამშვიდობისა. როგორ ფიქრობ? არ მეწყინება ჩემ გამო თუ ადგები? მეწყინება. გისმენთ? მერტ. ნილუფერ. ნილუფერ, სათხარ? შემეშინდა რა აღარ ვიფიქრე. რას დამდევ? გაგიჟდი? ნილუფერ, ასე ნუ მელაპარაკები. ყველგან გეძებდი. ნუ მეძებ. შეყვარებულთან ერთად სან ფრანცისკოში ვარ.
შეყვარებულთან ერთად? ო, შეყვარებული მყავს. შემიყვარდა. უნდა დამივიწყო. სიტყვა არ დაგწდეს. არც დედა ჩემთან. თორემ იცოდე, ძიათ აიარს დავურეკავ და ვეტყვი როგორც იქცევი. იმასაც ვეტყვი, რომ სასმელს მაძალებდი. და იმასაც, რომ ნარკოტიკებს იღებ. სულელო, როგორ მელაპარაკები? მე შენ მიყვარ ხარ, გესმის? მიყვარ ხარ. მერტ. ნილუფერია? სად არის, რა გითხრა? როგორც ჩანს, გოგომ მიატოვა. La Petite Olivier. ბიოორგანული კოსმეტიკა, სიყვარულით საფრანგეთიდან. ფრანგული შარმი თითოეული თქვენგანისთვის. Le Petit Olivier. ალო, ფათი. ცუდი ამბავი მაქვს. რა ხდება? კარგი, მადლობა. მერც აიდან იცნობ. მასთან რატომ დამარეკინე? ამ საქმეში ისიც არის გარეული. აი ხომ ხედავ დეტექტივებით გადაცება რა საზიანოა. იცნობ. შენ შეყვარებულს აიდან უნდა ვიცნობდე. შენ გამო ნიუ-იორკში ჩასულა. უკვე იცის რომ იქ არ ხარ. თავს ვიზღვევ რამე რომ არ მოხდეს და დედა შენს გული არ ედგინოს. თორემ ყველაფერი წყალში შეგვეყრება. გემუდარები, მითხარი. ვის ბრძანებას ასრულებ? რატომ მომიტაცე, მითხარი, გთხოვ. მე არავის ბრძანებას არ ვასრულებ. და არ შევასრულებ. ვიდეო ჩანაწერები ვნახეთ. არის რამე ახალი. სანომრე ნიშანი ყალბი აღმოჩნდა. ავტომანქანა რეგისტრირებული არაა. კარგი და მეთინის შესახებ რამე გაიგეთ? სამწუხაროდ არა, მაგრამ ფელო მიმდებარე ტერიტორიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ნახავს. თუმცა ამას როგორ მოახერხებს არ ვიცი, შესაბამისი ნებარ თუ არ გვაქვს. ახლა დაივინგ კლუბში მივდივართ, არა? ახლა არა. შენ რომ დოქტორ ფელოსთან წავედი. იმ სიტქის სოლი ხოლია. მისამართი გავიგე. ახლა იქ მივდივართ. მე რატომ არ მითხარი? რატომ არ დამირეკე? ხომ იცი რომ თელეგრამი არ მძინებია. რომ ვიპოვე უკვე გვიან იყო. აღარ გაგაღვიძეელებ. საერთოდ ვეღარ ვიძინებ. ვიცი. მეორე დღეა ძალიან გაღიზიანებული ხარ. მე ძალიან დავიღალე. როგორმე უნდა დამშვიდდე. ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდება. შენი ჯილდო მზად არის. ადექი, არ მაწყენინო. სიურპრიზი. ფილმს უნდა ვუყუროთ?
ბოევიკი, ფანტაზია, კომედია. აირჩიე. მე ბოევიკი მიყვარს. კარგად ირკვევე. გმადლობ. მერცთან ერთად კინოში ხშირად დადიოდე? რთული შეკითხვა? ბოლოს რა ფილმი ნახეთ? მე და მერც ურთიერთობა არ გქონია, რამდენჯერმე შევხვდით. სულ ეს იყო. შევხვდით. გიყვარს? არა, მას უყვარხარ? არ ვიცი. დარწმუნებული ვარ უყვარხარ. ისე ნიუ-იორკში არ გაფრინდებოდა. მოვედით. იცოდე ჩუმად უნდა იყო. ნუ თუ ეს აშინელება არასდროს დასრულდება. გაიწია. თუ დამიჯერებ მალე დასრულდება. გისმენთ? თქვენ მანოლია ხართ არა? დიახ, მიმბრძანდებით. მე თქვენი ძველი მეზობელი ვარ. ქურთულუშიდან, ალიშის ყავახანასთან ვცხოვრობ. სეთქი კარგად მიცნობს, ძველი მეგობრები ვართ. ეს ჩემი თანამშრომელია. აქვე ვიყავით, სეთქი მომენატრა და ვიფიქრე მოვინახულებ მეთქემ. შეიძლება შემოვიდეთ სახლშია? არ არის. დიდი ხანია არ მინახავს. ასე ჯობია, მისგან კარგი არაფერი მახსოვს. რას ბრძანებთ? ძალიან გამაოცეთ. ვერ ვიჯერებ. სითქი ძალიან უყვარდით. ეს ადრე იყო, სითქი ძალიან შეიცვალა. სასამართლოშიც კი ვუჩივლე. მალე გავეყრები. ძალიან ცუდე. წუხვარ. რა გაეწყობა? გული არ გაიტეხოთ კარგე? ალბათ ასე იყო საჭირო. ტელეფონი გამივარდა და ნომრები წამეშალა. მის ტელეფონს ვერ მეტყვით? არ მაქვს, რომ მქონდეს მეც დავურეკავდი. მე რამდენად ვიაქირას არ მიხდის. ნეტა საერთოდ არ გამეცნო. კარგე. ნათესავები არ ხავს? არა ვიყავს. ჩორუმელია. შეიძლება იქ გაემგზავრა, არ ვიცი. კარგი, გასაგებია, გმადლობთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. ასე იოლად, რატომ დაუჯერე? სახლში არ იყო. საიდან იცი, სახლში არ შესულხარ. არც აღებულა. კარი ღია ჰქონდა, უკან არ იყურებოდა. სეთქი რომ სახლში ყოფილიყო, არც დაგველაპარაკებოდა. როგორ ფიქრობ, სიმართლე თქვა? რა თქმა უნდა არა, ისევ ერთად არიან. ეს დაზებირებული ფრაზებია. მიტოვებული ქალი ამდენს არ ილაპარაკებდა. აუცილებლად იტირებდა. ქალები ასეთები ხართ, ტირალები. Arda'ya söyleyeyim de. Ardas ვთხოვ ქალს უთვალთვალოს და გაიგოს სითქის სახლში როდის მოდის ხოლმე. კარგი, მანქანაში ჩაჯექი და აივინგ კლუბში წავიდეთ. ჟანდაბა. რა გინდა? სითქი, რას აკეთებ? რატომ მირეკავ მანოლია, მითხარე? ხო მითხარი, ვინმე თუ მიკითხა შემატყობინეო, ამიტომ დაგირეკე. ვინ მოვიდა? სახელები არ უთქვამთ. ვიღაც ბიჭმა და გოგომ მოგაკითხეს. გოგომ და ბიჭმა? მისმინე, ის გოგო მოდელს ხომ არ გავდა? ხო. კარგი, მოგვიანებით დაგირეკავ. მერტ
მე ერთ კარი გააღე. მე ერთ საავადმყოფოში მეჩქარება, მაგრამ ვერ მივდივარ. გააღე, თორემ შემოვამტრევ. როცა საქმე ქალს ეხება, კაცი მომენტალურად ძალას გარგავს. პირადად მე ისეთი კაცი არ შემხვედრია, რომელიც თან შეყვარებულია და თან ძლიერი. არ მეგონა ასე თუ გიყვარდა. სხვა მიყვარსო მამა. მერე რა ვუყო ჩვილო. გაისეირნებს გაერთობა და დაბრუნდება. დრო მიეცე. მომისმინე შვილო. იცი რა, ეს წელი გაგიცდა. გამოცდებიც ვერ ჩააბარე. დაივინგით ხომ ხარ გატაცებული? წადი ზღვაში ჩაყვინთე. თევზებს ნახავ. ხავს, ზღვის მცენარეებს. დამშვიდდები. ბილეთებზე დავრეკავ. შენს მეგობარს რა ქვია? არჰანი მამა. არჰანი. არჰანი წაიყვანე და დაისვენე. გული გადააყოლე შვილო. გამხიარულდე. მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ნახვამდის. ნახვამდის მამა. რა მოხდა საყვარელო? რატომ მოხვედე? თანერ, მეც ვეღარ გავუძლებ. თხოვ, წავიდეთ აქედან. წავიდეთ, თხოვ, გემუდარები. ფინარ დამშვიდდი, თხოვ. ვერ დამშვიდდები, თანერ. აქამდე ფულის გამოჩერდებოდი მაგ ოჯახში, მაგრამ ახლა ფულიც აღარ აქვთ. მეტი აღარ შემიძლია, თხოვ, წავიდეთ აქედან, თანერ. გემუდარები. ნამდვილად რაღაც მოხდა, მითხარი. ის ომერი ხომ იცი ელიფის შეყვარებული? რაც გვითხრა სიმართლე არ არის. საიდან იცი? ჩემი სკოლის მეგობარია. მაშინ მე ვიცანი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მიხვდა ერთმანეთი რომ გვიყვარს. თუ ხმას ამოვიღებ, ან შენს ცოლს ეტყვის, ან თაიარს. ამიტომ მეშინია თანერ. სასწრაფოდ უნდა წავიდეთ, გთხოვთ. მაგრამ იმ ტიპმა რატომ მოგვატყუა? არ ვიცი, ალბათ რაღაც ჩაიფიქრა. კარგი, დამშვიდდე. შეეცადე შენი მეგობრებისგან გაიგო, რას აკეთებს და რას საქმიანობს. რა მნიშვნელობა აქვს თანერ? არ გესმის? მეც ვეღარ გაუძლებ. აღარ შემიძლია. საყვარელო, შეეცადე როგორმე დამშვიდდე. თანერ, გთხოვ, ძალიან მეშინია, გთხოვ. კარგი, დამშვიდდე. მოდი. აქ შედი. მოგზანდით, უკაცრავად. არა უშავს. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე. La Petite Olivier. ბიოორგანული კოსმეტიკა. სიყვარული